მოხუცთა თავშესაფარ ქსენონში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რუსთავის წყალის ინიციატივით კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. სტუმრებმა მოხუცებს მთავარანგელოზობისა და დამდეგი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. თავშესაფრის მაცხოვრებლების განწყობაზე დღეს ანსამბლ თუთარჩელას მცირეწლოვანმა წევრებმაც იზრუნეს. ვრცლად ჩვენს სიუჟეტში. სადღესასწაულო საჩუქრები თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს რუსთავის წყალის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გადასცეს. სტუმრებმა პირადად მოინახულეს ის ბენეფიციარები, რომლებმაც მათთან შეხვედრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს. წლების განმავლობაში უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მოხუცებს საჩუქრები მათი საჭიროებიდან გამომდინარე გადაეცათ. მნიშვნელოვანია ის, რომ ყურადღებას ექცევა მოხუცებულებს, იმიტომ რომ მათთვის ნებისმიერი მცირედი ყურადღებაც კი საკმაოდ სიამოვნების მომგვრელია და მე ავიცი კარგი ის არის, რომ ყოველ დღიურად ვაკვირდები, ყოველ თითქმის თვეში ერთხელ მაინც გარკვეული სეგმენტი ადამიანების მოდის და ეხმარება. ეს არ არის ერთჯერადი აქცია. ჩვენ უკვე 2006 წლიდან ვატარებთ ამ აქციას და არც გაგრძელდება კიდეც მომავალში. ამ ხალხს დიდი დამსახურება მიუძღვის ქვეყნისა და ქალაქის წინაშე, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ მოვეფეროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ. ამ მოხუცებთან მოსვლა, თითოეული დღე მათთან საუბარი არის მათთვის კიდევ ერთი დღის მინიჭება სიცოცხლის. რუსთავის წყალის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი დაუშვა 2006 წლიდან მერამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ესენი ყოველწლიურად ახორციელებენ მსგავს ღონისძიებებს. მე მინდა მოუწოდო მთლიანად რუსთავში არსებულ სხვა წარმოებასაც, რომ ყველამ ერთად ჩავყიდოთ ხელი ერთმანეთს და ამ მოხუცებს დაუდგეთ გვერდით. სტუმრებთან ერთად მოხუცებს მთავარანგელოზობისა და გიორგობის დღესასწაული ანსამბლმა თუთარჩელამაც მიულოცა. მცირეწლოვანი შემოქმედები ქსენონის მაცხოვრებლების წინაშე სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კონცერტით წარსდგნენ. სასიამოვნო და ამაღელვებელი დღე იყო ჩვენთვის. ჯერ იმიტომ რომ წყალკანალი არ გვაკლებს ყურადღებას და ყოველთვის ახალ-ახალი მოკითხვებით გვანებივრებს, ძალიან გვანებივრებს. ქალაქის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში გვიდგას ჩვენთან არის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს მათი. საერთოდ დღეს ბავშვები ხომ ყოველთვის ყანან და სულ გვეტირება ბავშვებს რომ უყურებთ. ძალიან კარგი ნომრები ქონდა, ძალიან ამაღელვებელი. ქალაქის ხელმძღვანელობა და ჩვენი ქალაქის ორგანიზაციები ყურადღებას არ გვაკლებენ, განსაკუთრებით რუსთავის წყალი მინდა აღვნიშნო, რომელსაც უზარმაზარი მაცივარი მოგვიტანა, რომელიც ძალიან საჭიროა მოხუცთა სახლისთვის, ტკბილეული დაურეკა თითოეულ მოხუცებულს მიეფერა და აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერიც, საკრებულოს თავმჯდომარეს თავიანთი მოადგილეებით ბრძანდებოდნენ ჩვენთან სტუმრად და უღრმესი მადლობა ყველას. კომპანია რუსთავის წყალის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციების ფარგლებში სხვადასხვა დროს მოხუცთა თავშესაფარ ქსენონს მაცივარი, გასქურა, სარეცხი მანქანა, წვენსაწურები და ტელევიზორები გადაეცა.